მოგესალმებით, ჩემო ძვირფესებო. ეს არის არხი ტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა, რას მოგიტანთ მაისის თვე. ფინანსები და პირადი ურთიერთობები. ორი ტენდენცია განვიხილოთ, უახლოესი მაისი ძალიან მალე მოვა და ვნახოთ, რისი მომტანია თქვენთვის მაისის თვე. ხოლო და მხოლოდ საკუთარი თავის სახელი და საკუთარი სახელი წარმოთქვით, ჩაიფიქრეთ თქვენი თავი და მას ასე ვნახოთ, რა ხდება მაისში. ზოგადი ენერგიები. ვაუ! რაღაცა მნიშვნელოვანი, აუცილებლად მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოდის. ვიღაცასთან ორსულობის საკითხი დადგება ძალიან მკაფიოდ და ძალიან დიდი სიხარული. ბევრ თქვენთაგანთან სხვათა შორის, სადაც არ არის სამსახურის ტენდენცია, აქ იქნება არაჩვეულებრივი შემოთავაზება, რომელიც სამომავლოდ მოგიტანთ ძალიან დიდ გამარჯვებებს და ფინანსურ რესურსებს შემოძრებესებო. ივნისის თვეში შესაძლებელია დაიწყოთ ბევრმა თქვენთაგანმა. აქ შესაძლებელია შეცვალოთ სამსახური უკვე არსებულ სამსახურში, იმიტომ რომ გამოჭამა თავისი დრო და ის წარსულში უნდა ჩააბაროთ. რეალურად ივნისის თვიდან, აი მაის განვიხილავ რასაკვირველია, მაგრამ უფრო ივნისის თვიდან მათ მაისის ცვლილებები მოგიტანთ ივნისში ძალიან დიდ საინტერესო ტენდენციებს. მზე მოდის ძალიან დიდი სიხარულის ენერგია. კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას, რომ ისენაც ორსულობა არის აქტუალური, გილოცავთ მაისში ამის ალბათობა არის. ეს უცებ უნდა გადაჭრათ, რა უნდა გადაჭრათ? ვისთანაც სასამართლო პროცესები სადაო საკითხებია, ნახეთ, რაღაცას განიხილოთ. აუცილებლად სასიკეთოდ, თქვენ სასიკეთოდ უნდა გადაიჭრას საკითხი. სასამართლო პროცესები, სადაო საკითხები, ეს უკავშირდება ფინანსებს, სამართალს და ასე შემდეგ. რეალურად ნახეთ, აქ ძალიან დიდი ძალა მოდის იმისი, რომ აი ის სამართალმა იზეიმოს და აქ ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი გაყინული თუ გაწელილი საკითხი უნდა გადაიჭრას სათქვენოდ. აუცილებლად. კიდევ ზოგადი ენერგიები რა ხდება მაისში? ზოგადი ენერგიები რა ხდება მაისში? აქ უკვე გადავედი პირად ურთიერთობებზე. ნახეთ, აქ არის ტენდენციები, სადაც დისტანცია ურთიერთობაში, გაურკვევლობები, კონფლიქტი, მაგრამ ვერ უშვებთ ვერც მენტალურად, ვერც ფსიქოლოგიურად. ეს თქვენი მხრიდან არ არის პარტნიორი გაშვებული, აქ ეგოიზმი გაქვთ ჩართული. თითქოს ის თქვენს საკუთრებად მიგაჩნიათ ეს ურთიერთობა და პარტნიორი, მაგრამ სამწუხარო ვითარება ის არის, რომ ბევრი თქვენთაგანის ენერგიებზე არსებობს მაგიური ზეგავლენები, ამიტომაც ხდება დისტანცია ურთიერთობაში. აქ სხვათა შორის ასაკით პატარებით შემიძლია განვიხილო ურთიერთობის თვალსაზრისით. შესაძლებელია კი ბატონო მწარე განაჩენი, страшный суд და თუ არის ენერგია ნიშნავს რაღაც გარკვეულ ზეგავლენებს. არეულ გონებას ყოველ შემთხვევაში დაკარგულ პარტნიორს თითქოს საჭირო დროს და მომენტს ელოდება რომ იმოქმედოს. ამ შემთხვევაში ამოხდება მაისში გვაქვს რამე ტენდენცია მისი დაბრუნების. თუ ის ქორწინებაშია, გამოიყენებს აბსოლუტურად ყველანაირ ხერხს იმისთვის რომ მოხდეს მის სასიკეთოდ სცენარის გადაჭრა და გადაწყვეტა. ნახეთ რა, ვინც ელოდებით ესეთი პარტნიორისგან, სადაც პაუზა არას იზავს. ნაბიჯებს ელოდებით რას იზავს. სამწუხაროდ ჯერჯერობით არა, აქ მესამე პირები არიან ჩარეულები და ეს მესამე პირები აფუჭებენ ამ თქვენს სცენარს და ურთიერთობას. აქ ითხოვს განბანვის და გაწმენდის და გასუფთავების, განთავისუფლების რიტუალს იმისთვის, რომ პარტნიორმა იმოქმედოს და დაიწყოს მკაფიო ნაბიჯების გადმოთქმა. უკვე ნახეთ, როგორი ამხედრებული გაჭენებულ ცხენზეა შემომჭდარი პარტნიორი, სხვა შემთხვევაში დარჩება ესე დაწოლილი, ანუ რას ნიშნავს ამ შემთხვევაში უმოქმედობის თვალსაზრისით. მაისი ძალიან კარგია ბევრი თქვენთაგანისთვის კარიერის თვალსაზრისით, რაც რეალურად მოგიტანთ საოცარ ფინანსურ რესურსებს. აქ შესაძლებელია ძალიან დიდი სიხარული აქვს ფინანსთან დაკავშირებით, შესაძლებელია აქ რაღაცა საბანკო საკითხი განიხილოთ, შესაძლებელია რაიმის ყიდვა გაყიდვის სცენარი განვითარდეს მაისის თვეში. სხვათა შორის აი ძალიან კარგი ტენდენციებია, ძალიან საოცარი. კიდევ რა ხდება? მოდი ვნახოთ პირადი ურთიერთობები, ვისთანაც არ არის პარტნიორი, იქ რა შეიძლება მოხდეს? ვისთანაც არ არის პარტნიორი, მოდის ძალიან საინტერესო ადამიანი სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომელიც გთავაზობთ ნახეთ კომფორტს ურთიერთობაში, მათ შორის სტაბილურ ურთიერთობაში გადაიყვანს ურთიერთობას, ანუ სტაბილური პარტნიორია. შეგიძლიათ დაიყვანოთ ამ ადამიანს, რომელიც მაისის თვეში შეიძლება გამიშდეს თქვენს ცხოვრებაში. პირიქით, გამოგიყვანთ რაღაცა გაჩერებული სცენარიდან, თითქოს თქვენი ცხოვრება ერთფეროვნად მიდის და აი ეს ადამიანი შემოდის საოცარი ენერგიებით, საოცარი ენთუზიაზმით იმისთვის, რომ მოხდეს აი ამ ჩემი თქვენი ჩამოკიდებული სცენარის გარღვევა და პარალელურად ამ ადამიანის მოსვლასთან ერთად თქვენ ცხოვრებაში რაღაცა საოცარი ძალა მოდის. კარგია. კარგი, სადაც პაუზაა იქ როგორ განვიხილოთ მაისის თვე? იქაც მოდის, მოკლედ მაისი მე მგონი საოცარი ენერგიებით იწყება. მოკლედ, ყველა გაჩერებული, მკვდარი, წყალწაღებული და უპარტნიორო. ყველა პარტნიორთან ერთად ხართ. კიდევ რა სასიხარულო ტენდენციებია ვნახოთ.
სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ პარტნიორი სადაც სამკუთხედია, იქ თავზე ემხობა ყველაფერი და ისეთ მძიმე ენერგიებში უნდა აღმოჩნდეს თავისი დალეწილი ცხვირპირით და დალეწილი სამყაროთი, რომ ვერც კი წარმოიდგენს. აი მე უკვე მოდის პატიების თხოვნით, მე მოდის უკვე რაღაცა ძალიან საოცარი შემოთავაზებებით და ასე შემდეგ. გაგვირდებათ. თუ ის ქორწინებაშია მეგობრებო, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანებს შემთხვევაში და განიხილავთ ესეთ პარტნიორს, იქ საოცარი ომია. ომი. არნახული ომი. კარგი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? ძალიან დიდი ტრანსფორმაცია სხვათა შორის ეს ტრანსფორმაცია ცოტა მტკივნეული ტრანსფორმაციაა, პირად ურთიერთობებს უკავშირდება უფრო მეტწილად და აქ შესაძლებელია ვიღაცასთან ოჯახის ნგრევაც არის და აქ მესამე პირების ჩარევა მოხდა და ოფიციალური ოჯახის ნგრევაზე მაქვს საუბარი. ან ძალიან დიდი ხნის სტაბილურ ურთიერთობაზე სხვათა შორის, სადაც განცდებში ხარ, სადაც ძალიან ნერვიულობთ, აქ ეჭვიანობა, ერთმანეთზე თვალთვალის ენერგია, აქ არის ტრანსფორმაცია, ეს არ არის დასასრული მეგობრებო, აქ არის უბრალოდ საკამოდ მტკივნეული და გაწილილი ტრანსფორმაცია. მაისში არის იმის ალბათობა, რომ ესეთი სცენარი, სადაც აი ეს ამას გადიხართ, ეხლა რაც მე ჩამოვთვალო, ხელახლა აღარ ჩამოვთვალო. მოკლედ, აი აქ პარტნიორი თითქოს არჩევანის წინაშეც დგება და რაღაცას გთავაზობთ, საკმაოდ ემოციურ, საკმაოდ ღირებულს. რა მანიპულატორია. ვინც ელოდებით ტელეფონის ზარს, შეტყობინებას, აი მოინფორმაციას პარტნიორთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში აუცილებლად მიიღებთ. 5 და 8 რიცხვი დაიმახსოვრეთ. არის კომუნიკაციის არსებობა და საშუალება, შესაძლებელია შემთხვევითაც კი შეხვდეთ ერთმანეთს ქუჩაში, ყოველ შემთხვევაში აქ შეხვედრის და საუბრის ტენდენცია არის იმ ღრმა პაუზაში, რომელშიც საკმაოდ დიდი ხანია იმყოფებით. ძალიან მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.